თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მისი მოადგილე გიორგი ხაინტრაოს, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ყუდუშაულის და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. საუბარია შემოსავლების სამსახურის ექსპერტზე, რომელმაც ჯუანშერ ბურჭულაძის ქონების რევიზია მოახდინა. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გაყალბებული და ზესუბიექტური დასკვნა, ვინაიდან როგორც თვითონ რევიზორმა აღნიშნა, ძალიან ბევრი შემოსავლები, რომელიც იყო საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, არ აქვთ გათვალისწინებული შემოსავლები. ასეთ შემთხვევაში, თუ თანხებს უბრალოდ არ გაითვალისწინებს, არ მიუთითებს შემოსავლებში, ბუნებრივია, ციფრებს მიიღებს, შთამბეჭდავს დისბალანსს. შედეგი მარტივია, სხვა შედეგი არც დადგებოდა.